ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფინანსისტის საქმის განხილვა გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება, განხილვა ნაწილობრივ დახურულია. წინა სხდომებზე ბაჩიაშვილმა ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილის მუქარის წერილსა და მოთხოვნაზე. მას დიდი ოდენობით ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ზედავებიან. გიორგი კვიჟინაძე გვერდება სასამართლოდან და მოგიყვება განხილვის დეტალებს. აზრზე არავა რაზე უნდა ვისაუბრო. ეს განცხადება ქართულ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა და ამ ბანკის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნატო ხანძრავამ სასამართლო სხდომათა დარბაზში შესვლამდე გააკეთა. ასევე ის დაემუქრა გიორგი ბაჩიაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მათ უნდა ეშინოდეთ. ნატო ხანძრავა არის ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე და სწორედ ის იყო ქართულ ბანკის გენერალური დირექტორი, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს შორის მოხდა შეთანხმება სესხთან დაკავშირებით და სწორედ ამ გარემოებებთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს ნატო ხანძრავამ, რომელმაც თავდაპირველად განაცხადა, რომ არ იცის საერთოდ რაზე დაიბარეს და რაზე უნდა ილაპარაკოს სასამართლოს სხდომათა დარბაზში. მუქარა, რომელიც გაისმა ნატო ხანძრავასგან ბაჩიაშვილის ოჯახის წევრების მისამართით, კონკრეტულად კი ეს სიტყვები უთხრა გიორგი ბაჩიაშვილის დედას ქართულ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა და როგორც გიორგი ბაჩიაშვილის დედა აცხადებს, ეს იყო ღია მუქარა ხანძრავასგან იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც ბანკი ქართულსგან აიღებენ სესხს და შემდგომში ამ სესხს დააბრუნებენ. ეს იყო მუქარა, რომ ყველა მათგანის წინააღმდეგ იქნება სისხლის სამართლებრივი დევნა. ბაჩიაშვილის დედის განცხადებით, ეს მუქარა იყო ხანძრავას მხრიდან ბაჩიაშვილის ოჯახის მისამართით. რეალურად კი ხანძრავა სასამართლო პროცესზე, რომელზეც იკითხება, ის ვერ იტყვის ვერაფერს, ვერ იტყვის გიორგი ბაჩიაშვილის საწინააღმდეგო განცხადებებს, ვერ მისცემს ბაჩიაშვილის საწინააღმდეგო ჩვენებებს და სწორედ ეს გახდა ბაჩიაშვილის დედის აზრით სასამართლო პროცესის დახურვის მიზეზიც, რომ საზოგადოებას არ მოესმინა სიმართლე. თქვენი საქმეა, მე რასაც შემიკითხებიან, იმაზე უნდა ვისაუბრო, აგერ არა ვარ. არაფრის არ მეშინია, ესენი მეშინია. მე არაფრის, თქვენ უნდა გეშინოთ. მუქარა, ეს ვის უნდა ეშინოდეს? მე რისი უნდა მეშინოდეს? მე ვარ მოწმე, ადამიანებს ისი უნდა ეშინოდეთ, აბა რას ეუბნებით? აბარას მე რისი უნდა მეშინოდეს? მოწმეს, რისი უნდა მეშინოდეს? მე გავიგე ეს, თქვენ უნდა გეშინოდეთო ისე, რომ თუ განაზოგადებდი ვიტყოდი, რომ ყველა ვინც ქართულ ბანკში ზოგადად სესხი აიღო და დროულად დააბრუნა, უნდა ეშინოდეთ, რომ თუ ისინი გახდებიან არასასურველები, ამავდროულად მათზე აღიზრდება სისხლის სამართლის საქმე. რატომ დროულად დააბრუნეთ შენი სესხი? მუქარად აღვიქვი, რა თქმა უნდა. მუქარად აღვიქვი, იმიტომ რომ ნატოს პროცესი გამოგვიყვანეს იმიტომ და დახურეს იმიტომ, რომ ეშინოდა, რომ საზოგადოება გაიგებდა იმ სიმართლეს, რომელიც რეალურად იყო. ახლა სიმართლე დაფარულია. დღეს სიმართლე ძინავს, სიმართლე არ არსებობს. დღეს სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ორ მოწმეს დაკითხავს. ერთი არის ქართულ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი ნატო ხანძრავა, რომელიც ახლა არის ამ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი და ასევე გამოკითხავენ მის ყოფილ მოადგილეს. ორივე მათგანის ჩვენება, რომელსაც მისცემენ სასამართლო პროცესზე, იქნება დახურული და ამ წუთებში მიმდინარეობს გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა. პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა, რომ აღნიშნული პროცესი ნაწილობრივ დაიხუროს, რადგანაც მოწმეები, რომლებიც გამოიკითხებიან, ისინი ისაუბრებენ ბანკისა და მომხმარებლის ხელშეკრულების დეტალებზე, რაც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და შესაძლოა ეს შეიცავდეს კომერციულ საიდუმლოებასაც კი. ეს გააპროტესტა დაცვის მხარემ და თავად გიორგი ბაჩიაშვილმაც. დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი გარემოება და წინაპირობა იმისა, რომ აღნიშნული სხდომა ყოფილიყო დახურული და დაცვის მხარის, ანუ გიორგი ბაჩიაშვილისა და მისი ინტერესების დამცველის სურვილი იყო, რომ აღნიშნული სასამართლო პროცესი ყოფილიყო ღია და საჯარო და საზოგადოებას მოესმინა თუ რა ჩვენებას და რა განცხადებებს გააკეთებდა ნატო ხანძრავა სასამართლო პროცესზე. ლევან მახარაშვილმა, რომელიც არის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე დააკმაყოფილებდა ბრალდების მხარის შუამდგომლობას, ეს იქნებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლების
წაართმევა გიორგი ბაჩიაშვილისთვის, თუმცა მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და აღნიშნული სასამართლო პროცესი დახურა. Დღეს ხომასავდა დაიკითხოს ორი მოწმე, ეს მოწმეები არიან ატო ხაინდრავა და დავით გაბუაშვილი. ამ მოწმეების ასე ვთქვათ ხსენება მნიშვნელოვანია შემდეგ კონტექსტში, რომ ეს პირები 2015 წელს ამ სამართლებრივად შესაძლებელი ურთიერთობის დასაწყისში წარმოადგენდნენ ქართულ ბანკის გენერალურ დირექტორს და დირექტორის მოადგილეს. ანუ ადვილად რო ვთქვათ, კომერციულ ბანკების შესახებ კანონიდან გამომდინარე, რომელი ბანკის შესახებ კანონიდან გამომდინარე და ასე შემდგომ უმაღლეს მმართველობით რგოლს კომერციულ დაწესებულებაში. ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი არის იმიტომ და უკავშირდება სამართლებრივად ჩემს სამართლებრივ მოთხოვნას და ხუასთან დაკავშირებით შემდეგნაირად, რომ საქართველოს ეს სამართლებრივი კანონმდებლობა კეთილს თხოვდა მოხსნის სამენაწილი ითვალისწინებს სასამართლოს ხელმისაწვდომობა და ნაწილობრივ დაახლოების სამართლებრივ საფუძვლებს და იმათი დაკითხვის პროცესში საუბარი შეეხება. ბუნებრივია ბანკსა და კლიენტს შორის არსებულ შეთანხმების ისეთ პირობებს, რომელიც შეიცავს კონკრეტული ბანკის ბანკი ქართულს კომერციული დაწესებულების კომერციულ საიდუმლოებას შესაბამისად მიმაჩნია, როგორც ამ შემთხვევაში სხდომის ნაწილი ბუნებრივია უნდა მოხდეს ის დახურვა. სიმართლე გითხრათ, ცოტა გაუგნებული ვარ ამ შუამდგომლობით და მოგახსენებთ რატომ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 192 მუხლი ადგენს, რომ სასამართლოს სხდომა ტარდება ასე პირად და საჯაროდ. ეს არ არის მარტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა, ეს ასევე განპირობებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული მე-6 მუხლით სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებით. შესაბამისად, იგივე მუხლი მხოლოდ საგამონაკლისო სახით ითვალისწინებს სხდომის დახურვას იმ შემთხვევაში, როდესაც მაგალითად გაინახილება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები. ან პროკურორმა განაცხადა, რომ მესამე ნაწილის A ქვეყნების თანახმად თუ კი ადგილი შეიძლება გქონდეს პერსონალური მონაცემების პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების დაცვას. არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ ჩემი რამე ინფორმაცია გასაჯაროდეს. პროცესი არის საჯარო, ეს არის ამ პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და აუცილებლად უნდა იყოს საჯარო. ეს ჩემი მოთხოვნაც არის. შესაძლოა დღევანდელი სასამართლოს სხდომის დახურვა იყოს იმის წინაპირობა და მანიშნებელი, რომ ბიძინა ივანიშვილი, როდესაც მისცემს სასამართლოს ჩვენებას, ეს იქნება დისტანციურად თუ ფიზიკურად გამოცხადება ოლიგარქი ივანიშვილის სასამართლოში, მისი სასამართლო პროცესიც იყოს და წარიმართოს დახურულ კარს მიღმა. სწორედ ამაზე მიანიშნებს დღეს მოსამართლის გადაწყვეტილებას და პროკურორის შუამდგომლობაც სასამართლო პროცესის დახურვასთან დაკავშირებით. მადლობა გიორგი კვიჟინაძე, გვერდთვებოდა თბილისის საქალაქო სასამართლო